ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური საქართველოში რუსული პროპაგანდის აკრძალვის საფუძველს ვერ ხედავს. დეპუტატი ამბობს, რომ პარტიების მოლაპარაკებები რუსულ მხარესთან უბრალოდ წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილია და ეს არანაირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს. რუსული პროპაგანდის აკრძალვა ქვეყანაში IDFI მოითხოვა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანგარიში. ნათქვამია, რომ საქართველოში პრორუსული პროპაგანდა გააძლიერებულია. ამის მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლების პოლიტიკას ასახელებს და აცხადებს, რომ მთავრობამ რუსული პროპაგანდის აკრძალვის ღონისძიებები უნდა გაატაროს. IDFI-ის ანგარიში ასევე მითითებულია, რომ მთავრობის მოქმედი პოლიტიკის მიზანი იმ პოლიტიკური პარტიების ლეგალიზება იყო, რომლებიც ღია პრორუსულ კურსს ატარებენ. მე ვერ გეტყვით, რომ რაიმე ტიპის რაღაცა პროპაგანდა რუსული ტიპის ან დავუშვათ რაღაცა სიახლეებს ხედავ, არაფერი. საქართველოში მიმდინარეობს შეუულებრივი წინასაარჩევნო კამპანია, პარტიები თავიანთი მოსაზრებებს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებით აფიქსირებენ, უბრალოდ პარტიები, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ რუსეთთან ჩვენ კეთილმეზობლური და კარგი ურთიერთობა გვჭირდება, ეხლა უფრო ხშირად ლაპარაკობენ, იმიტომ რომ წინასაარჩევნო კამპანია